საშიშია თუ არა ძაღლის და კატის ბეწვი, რომელიც მუდმივად კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. სწორედ აი თქვენთან ერთად მინდა ის დავანგრიოს მითი თუ სტერეოტიპი და მინდა რომ გაავრცელოთ, ყველას გააგებინოთ რომ არა და არა. ძაღლის ბეწვი ნამდვილად, კატის ბეწვი ნამდვილად არ არის საშიში. უბრალოდ მთავარია რომ ცხოველი ოდესაც ყავს სახლში, უნდა დავბანოთ, უნდა დავამუშავოთ ჭიებზე, უნდა ავცრათ და არანაირ საშიშროებას მათი ბეწვი არ წარმოადგენს. ბეწვი რა არის? იგივე თმა წარმოიდგენთ ჩვენ რაც გაგვაჩნია თავზე და ცხოველს კიდე საფარველად ბეწვი აქვს, ხო? არანაირ საშიშროებას არ წარმოადგენს, მაგრამ მე მინდა იმ ალერგიული ადამიანებისთვის, აი მინდა განმარტება მოგცეთ, რომ თუ ბეწვზე არსებობს კანის ფუფხი, ან ნერწვის ზეთ, ან შარდის ელემენტები, სწორედ ეს იწვევს ალერგიას და არა ბეწვი და ანალოგიურად არ უნდა იყოს ჰელმინტების კვერცხები, რომელიც ასე თუ ისე მაინც ყურადსაღებია ადამიანის ჯანმრთელობისთვის. ამიტომ უნდა ჰიგიენა დავიცვათ ცხოველის და ბეწვი არანაირად საშიშროებას არ წარმოადგენს. სხვადასხვა მე მინდა მიმართო იმ პედიატრებს, იმ ზოგიერთ გინეკოლოგებს, სხვა ექიმებს, რომლებიც აშინებენ და აფრთხობენ თუნდაც ფეხმძიმე ქალბატონებს ან პატარა ბავშვებს, რომ როგორ შეიძლება ცხოველი ოჯახში და ესე იგი მათ პატრონებს და ოჯახის წევრებს უკვე უქმნიან უკვე ბიძგს იმისკენ რომ ცხოველი გამოაგდონ გარეთ და ცხოველი ესე იგი აი ესეთი არასწორი რეკომენდაციით უკვე გარეთ ქუჩაში აღმოჩნდნენ. სწორედ ეს არის პრობლემა და მე მინდა რომ ეს როგორმე დავანგრიოთ აქაც უკვე არასწორი რეკომენდაციები და მინდა რომ ცხოველმოძულე ექიმებმა, გინეკოლოგებმა, პედიატრებმა ესეთი არაპროფესიონალური რეკომენდაციები არ გაწიოთ. ანალოგიურად მე მინდა ერთი რამე გაჩვენოთ თქვენ. აი ეს არის ერთ-ერთი ჩვენი პაციენტისგან, მინდა მადლიერი პაციენტისგან, ძალიან კარგი საჩუქარი. ეს არის ხელნაკეთი, მოგწოვილი არის წმინდა გიორგიმას ქალბატონ ანა. ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო. სხვადასხვა მე მახსოვს ეს პაციენტი იყო ყბის მოტეხილობის, თუ დაფშნილი ქონდა ქვედა ყბა, ზედა ყბა და ჩვენ აუწყვეთ და დღესდღეობით კატა ჭამს, ბედნიერია. სწორედ აი ესე მინდა მისი ერთ-ერთი ცნობილი ამადეუსის ფოტოც გაჩვენოთ, რომელიც ადრე ტელევიზიაში ამ ქალბატონის კატა იყო, რომელიც ხშირად ესე იგი სტუმრობდა ჩემთან ერთად ტელევიზიებში და საინტერესო გადაცემებს განაცემაში მონაწილეობას ღებულობდა. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა და იმედია რომ ჩვენ ცხოველებს არ გავყრით გარეთ ბეწვის გამო და ეს მითი დავანგრიოთ თქვენთან ერთად. აბა, კარგად ზანდებოდეთ.